ნებისმიერ ქართველს, რომელსაც ცოტაოდენი მაინც სმენია წინაპართა წარსულზე და ბიჯითებით შეუძლია გითხრას, რომ ქვეყანა, რომელშიც ის ცხოვრობს, დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელია. ამას მოწმობს ჩვენი სამშობლოს მიწის ზედაპირზე შემონახული, თლილი ქვებით შემკობილი, ამა თუ იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ნანგრევები, რომელთა უმეტესობაც დღეს გაუვალ ტყეებში და სრულიად გავერანებულ ადგილებზეა მიმოფანტული. ამ მიწაზე საუკუნეთა განმავლობაში დამპყრობელ იმპერიათა მიერ დატრიალებული უბედურებების და გამო ასეთ ძეგლთა ისტორია დღემდე ბურუსით არის მოცული. სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მიერ გაჭრილ ღრმა ხეობაში, კლდოვანი მთის ფერზე მდგომი სამღერეთის საბეროს მონასტერი, უფრო სწორედ ნამონასტრალი. განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების კომპლექსს ახლა მხოლოდ მის გარშემო ქაოტურად ამოსული ველური მცენარეები პატრონობენ და 1000 ერთხელ მის მყუდროებას წინაპართა ნაკვალებზე მოხეტიალე თითო ოროლა ქართველი თუ დაარღვევს. გამარჯობა, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ქვემო ქართლში, უბრალოდ დღეს არის გამონაკლისი ის, რომ ჩვენს გვერდით არ არის ნატალი. ხოლო თუ რომელ ისტორიულ ადგილს იხილავთ, ამაზე უკვე თავად მამა დემეტრე გეტყვით. მოგესალმებით, ჩვენ მივემართებით სამღერეთის სამონასტრო კომპლექსისკენ, რომლის სახელწოდებაც არის საბერეები. მივესალმებით ჩვენ შეუცვლელ ექსპედიციის უსახვალეს პატარა წევს ნატალიკოს, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არ იმყოფება. წინ დიდი სიამოვნება გელოდება. წამოყვებით. დავესვით. სიუჟეტის დასაწყისში, როგორც უკვე გითხარით, აც უკვე ნამონასტრალის საბერო, როგორც მას დღეს მოიხსენიებენ, იმ ნაგებობათა რიგშია, რომელზეც ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვიყვება. ქრისტიანული სავანე, უფრო სწორედ მისგან შემორჩენილი ნახევრად ჩამოშლილ შენობათა ანსამბლი მდებარეობს მრავალსაუკუნოვანი და დღესაც მოქმედი სოფლის სამღერეთის სიახლოვეს. ამიტომაც მიღებულია ამ ადგილის მოხსენიება სამღერეთის საბეროს მონასტრის სახელით. მე-18 საუკუნეში მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი მისსავე ნაშრომში სახელწოდებით აღწერა სამეფოსა საქართველოსა ტოპონიმი სამღერეთით ორ ადგილს ასახელებს. ერთი გახლავთ ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ესე იგი მესხეთში, კერძოდ კი ერუშეთის პროვინციაში, ხოლო მეორე ქვემო ქართლში. ერთვის ქციას ხევი ტორნე, ირაგის ხეობის მდინარე. ამ ხევზედ სამღერეთ ზეით გვიანას არს მონასტერი მცირე, 5 სამარა. ვახუშტის ჩანაწერში ხსენებული ქცია ეს იგივე მდინარე ხრამია, რომლის ერთ-ერთ შენაკადს წარმოადგენს მდინარე ტორნე. ტორნე თავის მხრივ მოედინება ირაგის ხეობაში, რომელიც მთლიანობაში ხრამის ხეობის ნაწილია. ხოლო აქ მყოფ სოფელ სამღერეთის ზევით არის დასახლება სახელწოდებით გვიანა მასთან მყოფი მონასტრით. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბატონიშვილისეულ აღწერაში ხსენებული დასახლება მასთან მყოფი ქრისტიანული სავანით ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტია, მაგრამ ეს ასე არ არის. 1948-1950 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიკოსებმა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განახორციელეს საკმაოდ ფართო და ძირეული ექსპედიცია. ამ სამეცნიერო კვლევა-ძიებისას მათ აღწერეს 170-მდე ნასოფლარი და 296-მდე არქეოლოგიური ძეგლი. ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე, არქიტექტორი და ხელოვნებად მცოდნე ირაკლი ციციშვილი სამეცნიერო ჟურნალ ძეგლის მეგობარში წერდა ასეთ რამეს: გვიანა სამღერეთის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. აქ არის სრულიად დანგრეული სამონასტრო კომპლექსი. ახლა ციციშვილისა და ვახუშტის ჩანაწერები რომ შევადაროთ ერთმანეთს, პირველი რასაც დავინახავთ არის ის, რომ სამღერეთის სიახლოვეს მართლაც არსებობს ნასოფლარი გვიანა, ხოლო მასთან მდგომი მონასტერი უკვე მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისათვის ნანგრევებად არის ქცეული. შესაბამისად, როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ეს ვერ იქნება ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი. ირაკლი ციციშვილი ძეგლის მეგობარში გამოქვეყნებულ სტატიაში კიდევ წერდა ასეთ რამეს: მონასტერი სოფელ სამღერეთის სამხრეთით 1 კილომეტრის მანძილზე მდინარე ხრამის მარცხენა ფრიალო ნაპირასაა.
სამონასტრო კომპლექსში შედის მე-13 საუკუნის 20-იან წლებში აგებული ეკლესია, სამრეკლო და სატრაპეზო. გვიან ფეოდალურ ხანაში შეკეთებულია სამრეკლოს ზედა სართული, გამაგრებულია გალავანი, აგებულია სენაკები და სამეურნეო ნაგებობები. ამ კომპლექსს სამღერეთის მონასტერი ეწოდება. ახლა კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1928-1950 წლებში განხორციელებული ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ციციშვილის მიერ აღწერილი ადგილი ნამდვილად ის ქრისტიანული სავანეა, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ისევე როგორც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, დღესაც კომპლექსში განირჩევა დარბაზული სტილის ტაძარი, მის გვერდში მდგომი ორსართულიანი სამრეკლო და ამ ნაგებობათაგან ერთი საფეხურით ქვემოთ სატრაპეზო. კლდოვან რელიეფზე ტერასულად მდგომ სასულიერო და სამეურნეო ნაგებობებს გარს უვლიდა გალავანი, რომლის არც თუ მცირე ფრაგმენტი კვლავაც განირჩევა. ზევით მოყვანილ ციციშვილისეულ ძეგლის დახასიათებაში სამღერეთის სასულიერო კერის ახშენების თარიღად დასახელებულია მე-13 საუკუნის 20-იანი წლები. სამწუხაროდ ვერ დაგისახელებთ იმ კონკრეტულ გარემოებას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ციციშვილი სამრეკლოს, სატრაპეზოსა და ეკლესიის აგების თარიღად გადაჭრით 1220 წლიდან მოყოლებულ პერიოდს ასახელებს. მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მას აქ განხორციელებული ექსპედიციისას უნდა აღმოეჩინა ისეთი არტეფაქტი ან სამშენებლო წარწერის თუნდაც ფრაგმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მიაკუთვნებდა აღნიშნულ პერიოდს. თუ დავაკვირდებით დარბაზული ტაძრის სამხრეთ კარიბჭეს, იგი მისი სტილითა და რელიეფურად ამოკვეთილი ჩუქურთმებით, შეიძლება ითქვას, რომ ანალოგია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მყოფ ისეთ ძეგლთა კარიბჭეებისა, როგორიცაა ჩემს მიერ უკვე თქვენთვის წინამდებარე სერიებში ნაჩვენები ფიტარეთი და დმანისის სიონი. ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზევით ხსენებულ ტაძართან მსგავსად მასიური აღმშენებლობითი პროცესები აქაც მეფე თამარის ძის ლაშა გიორგის დროს დაწყებულა. მართალია, სამღერეთის მონასტერს არც თუ დიდი ტერიტორია უჭირავს, მაგრამ ჩვენს წინაპრებს მისი აგებისას მაქსიმალურად გამოუყენებიათ კლდოვანი ფერდი, სადაც ასე ვთქვათ, კომპაქტურადაა განთავსებული ყველა ის ნაგებობა, რაც საჭიროა სასულიერო კერის ფუნქციონირებისათვის. აქ მოსული თუ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას დაივლი, რომელიც ახლა ტყით არის დაფარული, შენიშნავ ქაოტურად გაბნეულ ქვათა ფრაგმენტებს, რაც ასევე იმ საცხოვრებელი და სამეურნეო შენობათა კუთვნილება უნდა იყოს, რომელიც თავის დროზე აქ კიდევ დამატებით იარსებებდა. საკმარისია სამლოცველოს გარს შემორტყმულ გალავანსა და მის კუთხეში მდგომ ორსართულიან სამრეკლოს დააკვირდე, აუცილებლად შეამჩნევ, რომ ერთიცა და მეორეც თავდაცვითი ნაგებობათათვის დამახასიათებელ გარკვეულ ელემენტებს შეიცავს. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში სუფევდა, ერიცა და ბერიც მუდმივად მზადყოფნაში იყო მტრის მოულოდნელი თავდასხმისათვის. მე არაერთხელ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სისხლითა და מחვილით შემოჭრილი გადამთიელები იქნებოდნენ ისინი, ოსმალები, მონღოლები თუ ირანელები, განსაკუთრებული სისასტიკით არბევდნენ როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე სასულიერო კერებს. დღემდე მოღწეული არაერთი ისტორიული წყარო საუბრობს იმაზე, თუ როგორ გულმოდგინებითა და მხეცთათვის დამახასიათებელი ჟინით ხდებოდა მონასტრების აღება და მათში მოღვაწე სასულიერო პირების სიცოცხლის ხელყოფა. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი დამპყრობელი კარგად იაზრებდა იმას, რომ თუ მას უნდოდა ქართველი როგორც ეთნოსი გაექრო და შეერია მისი ხალხისათვის, ამისთვის საჭირო იყო სარწმუნოებისა და სალოცავების მოთხრა. წამსის გარეშე დარჩენილი ქართველისთვის კი რჯულის შეცვლა და წლების სვლასთან ერთად მისი ასიმილაცია სხვა ხალხებთან უკვე გარდაუვალი იქნებოდა. სწორედ ამიტომაც ეკლესია-მონასტრები, როგორც ქრისტიანობის საყრდენი, ხდებოდნენ უმთავრესი სამიზნე მტრის ურდოებისა. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, აგებდნენ ჩვენი წინაპრები მონასტრებს ისე, რომ მათ ჰქონოდათ საფორტიფიკაციო ნაგებობისათვის დამახასიათებელი, როგორც თავდაცვითი, ასევე საბრძოლო პოტენციალი. ასევე საგანგებოდ ხდებოდა ადგილის შერჩევაც. ამის ცოცხალი გამოხატულებაა ხრამის ხეობაში, ძნელად მისადგომ კლდოვანი მთის ფერდზე მდგომი სამღერეთის ნამონასტრალიც. დღევანდელი სერიის მთავარი ობიექტი. მართალია სრულიად იზოლირებულად იმყოფება ხეობაში, მაგრამ ამავდროულად ის საკმაოდ ახლოსაა სოფელ სამღერეთთან.
ეს შემთხვევითობას არ წარმოადგენს. რამე თუ მონასტერს თავისი არსებობის განმავლობაში აუცილებლად დასჭირდებოდა სურსათ სანოვაგით მომარაგება, რაშიც წვრილს წესით მეზობელი სოფლის მაცხოვრებლები შეიტანდნენ. ამას გარდა ძნელბედობის ჟამს ქრისტიანული სავანე გახდებოდა სახიზარი, ესე იგი თავშესაფარი სოფელში მაცხოვრებელი ქალებისა და ბავშვებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო კომპლექსზე შემორტყმული გალავანი და თითქმის საბრძოლო ფორმის მქონე ორსართულიანი სამრეკლო ხეობაში შემოსული მტრისათვის შეიძლება ისეთივე ძნელად ხელში ჩასაგდები ყოფილიყო, როგორც სხვა ამ მხარეში არსებული ციხესიმაგრე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მონასტრის მთავარ სამლოცველოს საკურთხეველს. თუ მას კარგად დავაკვირდებით, კედლის სამხრეთ ნაწილში სიმაღლეზე შეიმჩნევა ცარიელის სექტორი. შეიძლება ჩემს მიერ გადაღებულ კადრებში კარგად არ სჩანდეს, მაგრამ გეტყვით, რომ მის მიღმა თითქმის ტაძრის კედლის მთელ აყოლებაზე გვირაბის მსგავსი, სიგანით კი თითქმის დასრული ადამიანის ზომის სივრცე მიუყვება. ეს წარმოადგენს მშენებლის მიერ თავიდანვე გათვლილ სამალავს, სადაც მტრისგან ხდებოდა იმ სიწმინდეთა გადამალვა, რომელიც მონასტერში იყო დაბრძანებული, ხოლო სექტორი იგმანებოდა თლილი ქვით, რაც გარეშე თვალისთვის სამალავს სრულიად შეუმჩნეველს ხდიდა. ესე იგი, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, ტაძარიცა და მის გარშემო მდგომი ნაგებობებიც ამ სახით მე-13 საუკუნის 20-იან წლებში აუგიათ. ერთ დროს სამლოცველოს როგორც გარე, ისე შიდა ფასადს ამშვენებდა ზურმუხტის შეფერილობის ტუფის ქვა, რომელიც დღეს თითქმის შემოძარცულია. სავარაუდოდ, აქ წირვა ლოცვა და სასულიერო პირთა მოღვაწეობა გვიან შუა საუკუნეებამდე გრძელდებოდა. რამე თუ როგორც 1948-1950 წლებში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, უკანასკნელი სამშენებლო აღდგენითი სახის სამუშაოები სწორედ ამ პერიოდისათვის განხორციელდა. ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში აქ მონასტერი ფუნქციონირებდა მე-13 საუკუნის პირველი ნახევრიდან მე-16 საუკუნის ბოლომდე. საფიქრებელია, რომ ქრისტიანული სასულიერო ცხოვრება მე-17-18 საუკუნეებისათვის უკვე დასამარებულია. ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რომელ წელს, ან რა მძიმე მოვლენების და გამო შეწყვიტა სამონასტრო კომპლექსმა არსებობა. ერთადერთი, რაც ჩვენამდე ზეპირი გადმოცემით არის მოღწეული, ლეგენდის მსგავსი თქმულებაა და უკავშირდება მონასტრის მეზობლად არსებულ სოფელ სამღერეთს. ამ ამბის თანახმად, ხეობაში შემოსული მტერი სამ დასს სიმღერით შეუჩერებიათ. მათი ბაგიდან ამოსული ჰანგები იმდენად ტკბილი ყოფილა, რომ მტრის მთავარ სარდალი გაჩერებულა საბრძოლო მზად ყოფნიდან ლაშქარი მოუხსნია და უთქვამს, რომ გარდა ამ ქალების ნამღერის მოსმენისა, მას სხვისთვის არაფრისთვის ეცალა. სანამ ის სიმღერით ტკბებოდა, ამასობაში ქართველი მეომრებიც გამოჩენილან, შავ რაშებზე ამხედრებულნი, როგორც ღამის აჩრდილები, ისე დაძრულან მტრისკენ. მხოლოდ ამის შემდეგ დების ნამღერით მოხიბლული მთავარ სარდალი გამოფხიზლებულა და უთქვამს: არ ვნანობ, ეტავეს ხმები ისევ მასმინა თავიდან. ვაი მას, ვინც ამ ქვეყნიდან უსიმღეროდ წავიდა. მიუხედავად ამისა, მეთაურს სამივე დის აჩეხვის ბრძანება გაუწია და თვითონ კი ქართველებთან ფიცხელ ომში ჩაბმულა. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ლეგენდა. თქვათ და თუ ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, საკითხავია ჩვენი სისხლიანი ისტორიის ფურცლებიდან კონკრეტულად რომელ პერიოდს განეკუთვნება. ან რა მოდგმისაა ის სარდალი, ვინაც გურჯი დების ნამღერით მოინუსხა. მონღოლების, ოსმალების, ყიზილბაშებისა თუ სხვა რომელიმე თურქმანული მოდგმის ხალხისა. რაც არ უნდა იყოს, ერთი კია, რომ ქვემო ქართლის ხეობებმა საუკუნეთა განმავლობაში ათასობით შემოჭრილი, ცხოველური ჟინით შეპყრობილი მეომარი იხილა. ხოლო ქართველები, რომლებიც თაობიდან თაობამდე მათთან ბრძოლებში წყდებოდნენ, სიკვდილთან შეგებებამდე მტერს სიმღერითა დამახვილით ხვდებოდნენ. ერთადერთი ჩანაწერი ყველაზე გვიანდელი ფეოდალური ეპოქიდან, სადაც სამღერეთის მონასტერის არსებობაზე წერია რაიმე, თარიღდება 1721 წლით. მასში ქრისტიანული სავანის მფლობელად და მისი შემოგარენის მებატონედ დასახელებულია ციციშვილთა ოჯახის წარმომადგენელი, ხოლო საბეროს მონასტერი, როგორც ჩანს, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. ვინც სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ ქვემო ქართლის ისეთი სასულიერო კერები, როგორიც იყო ფიტარეთი, წუღრუღაშენი, დმანისისა და სამშვილდის სიონი,
საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდნენ მიტოვებულ სამლოცველოებად, რამე თუ ოსმალებისა და ყიზილბაშების გაუთავებელ ლაშქრობებს კიდევ ემატებოდა ლეკთა თარეში, რაც შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ სისხლისგან ცლიდა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ამ მხარეს და თავის სოფლებიან მონასტრებიანად სრულიად უკაცრიელ ადგილებად აქცევდა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი ჩვენ და გასაკვირად, როგორც ნაგებობა, არათუ ზემოთ ხსენებული დამპყრობლებისას გავერანდა ასე, არამედ გასულ საუკუნეში ქვეყანაში დამკვიდრებული ბოლშევიკური მმართველობისას. 1929-1933 წლებში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში, საქართველოშიც მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული კოლექტივიზაცია. ეს უკანასკნელი გახლდათ აგრარული რეფორმა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა წვრილ გლეხურ მეურნეობათა გაერთიანება მსხვილ სოციალისტურ მეურნეობებად, ანუ კოლმეურნეობად. სწორედ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში სოფელ სამღერეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარის განკარგულებითა და ხელმძღვანელობით მონასტრის მთავარ სამლოცველოს მოხსნეს ჩუქურთმიანი და წარწერებიანი გარეპერანგის ქვები და იქვე სოფლის ბოსელში იატაკად გამოიყენეს. თუ მემატიანეთა ხელნაწერებმა, სადაც ქრისტიანულ სავანეზე იქნებოდა საუბარი, ჩვენამდე ვერ მოაღწია, თავად სამლოცველოს კედლებზე შესრულებული წარწერები, რომელიც არაერთ ბურუსით მოცულ ამბავს მოჰფენდა ნათელს, კომუნისტების მეოხებით, არც მეტი არც ნაკლები, საქონლის სადგომ უსახურ შენობაში იქნა ჩაკარგული. ასევე 1988 წლის გაზეთ ლიტერატურული საქართველოს მე-19 ნომერში ამოიკითხება, რომ ტაძრის ტერიტორია პირუტყვის სადგომადაა აქცეული. ხოლო მის სამხრეთ კარიბჭის ჩუქურთმიან თაღს იმ ცეცხლის კვალი ეტყობა, რომელსაც აქ გაჩერებული მწყემსები ანთებენ. დღეს სამღერეთის საბეროს აღარც უღმერთო კომუნისტები ერჩიან და აღარც სხვა რჯულის დამპყრობლები, რომელნიც აქაურობასა და სრულიად საქართველოს საუკუნეთა განმავლობაში აჩრდილივით თანსდევდნენ. თაღ ჩამოქცეული ორსართულიანი სატრაპეზო, გარე პერანგ შემოძარცული მთავარი ტაძარი, ნახევრად ჩანგრეული სამრეკლო და მიწიდან კლავაც ამოზიდული გალავანი ეს ის დიდებული ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებია, რომლებიც მიუხედავად მათი მდგომარეობისა აქ მოსულ ადამიანს კლავაც ახტაცებაში მოიყვანს. საკითხავია მხოლოდ ის თუ კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ბუნების სტიქიებს კლდოვან მთის ციცაბო ფერდზე აღმართული საუკუნოვან მდუმარებას მიცემული საბეროს ნამონასტრალი. ასე ამგვარად დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სამღერეთის ნამონასტრალში, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა დამშვიდობების, მაგრამ სანამ დაგტოვებდეთ, გეტყვით ერთ სიახლეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ აქამდე სამშაბათს საღამოს 6 საათზე გიბრუნდებოდით ახალი ისტორიული სიუჟეტებით, ეხლა იქნება პატარა ცვლილება, ანუ სამშაბათის ნაცვლად იქნება შაბათი საღამოს 9 საათი. ის გადაგვჩენია და გემშვიდობოთ. დროებით.